პროფესიულ სასწავლებლებში საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივები შეიქმნა. დოკუმენტს სამშენებლო მიმართულების გერმანელი ექსპერტები ეცნობიან. პროცესის მიზანია შეიქმნას პროფესიული განათლების მიღებისთვის უსაფრთხო და სათანადო სასწავლო გარემო. ამ დროისთვის 36 პროფესიული პროგრამისთვის არის შექმნილი საჭირო გარემოსა და ტექნიკური აღჭურვილობის ნორმატივები. დაწყებული არის სამუშაოები სახელოსნოების, სასწავლო სახელოსნოების ნორმატივების შემუშავებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ექსპერტების ჯგუფმა გასწია ძალიან ინტენსიური და დიდი სამუშაოები. უკვე მომზადებული არის მონახაზი თუ როგორი უნდა იყოს სახელოსნოების ნორმატივები და ამ ეტაპზე სამუშაოებში უკვე ერთვება GIZ-ი, გერმანია დაგვეხმარება უკვე მომზადებული სამუშაოების, ჩატარებული სამუშაოების ვალიდაციაში. ორდღიანი სემინარის ფარგლებში ჩვენ გავეცანით ქართულ პროფესიულ სასწავლო გეგმებს, ასევე როგორია მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შესაბამისი აღჭურვილობა, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ის საფუძველი, რომელიც დაგვხვდა. თუ რამდენ რამეზე აქვთ ნაფიქრი და რამდენი რამე აქვთ მომზადებული ქართულ კოლეგებს, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის ძალიან კარგი საწინდარი.